მოკლედ მეგობრებო, დღეს თქვენთან კარგი ამით არ მოსულვარ. მასწავლებელმა იყიდა ვირთხები თქვენზე იმდენად არიან გაბრაზებულები, რომ გადაწყვიტეს სუმების კონტროლისთვის დაერეკათ და გამოიძახეს. მეგობრებო, სერვისი ხვალ მოდის და ჯობია რომ მაინც აქ არ იყოთ. სხვანაირად არ ვიცი როგორ უნდა დაგეხმაროთ. უბრალოდ გაგაფრთხილეთ მაინც. მადლობა მასკოტ, ხო, სიტუაცია ძალიან ცუდია. რა უნდა გავაკეთოთ, გოგოებო? მე ჩემს სახლში წავალ და თქვენ არ ვიცი როგორ დაგეხმაროთ. კარგი, ისე გამოგადგა სხვა სახლში რო ცხოვრობ. და რა უნდა გავაკეთოთ? ან თვითონ რაც გავიგეთებენ, დაგვიშოვებენ რამის. ჯანდაბა გოგოებო, ცუდი იდეა იყო ზომბად გადაქცევა. ეს არის ჩვენი ბედი? აუ, წასასვლელი არსად გვაქვს, სხვა სახლი ჩვენ არ გვაქვს, ჩერლდერებო, უნდა დაგვეხმაროთ, იმიტომ რომ თქვენი ბრალია. იცი რა ზალინა, ჩვენც იმავე საფრთხის წინ ვართ, როგორც თქვენ. მე არა, მე ადამიანი ვარ. კარგი, უბრალოდ უნდა გავაჩეროთ ისინი, იმიტომ რომ ზედმეტები მოსდით უკვე. და თქვენ ამ ბოროტ არსებებს როგორ შეაჩერებთ? ხო, იძახიან რომ ზომბები ვართ ბოროტები, არა და ადამიანები ვარ ესები არიან. მოგლეთ ბაჭიებო, ჩემ აზრით უკეთესი იქნება თუ ჩვენ სახლში დაბრუნდებით, რომ სიტუაციას გავაკონტროლოთ. თქვენ გარეშე ყველაფერი ცუდადაა. მასკოტ, ასე არავინ მიგვიღებს. ხო, აი ამ კანით. მაგრამ წავისვათ ტონალური. მერი ტონალური რომ წაისვა კილოგრამი დაგჭირდება. გოგოებო, რა ვქნა, სხვა გზა აღარ არის. დღეს სახლში გელოდებით. ხვალ უკვე ძალიან გვიანი იქნება. კარგი ბავშვებო, რა გადავწყვიტეთ? გოგოებო, რა გადავწყვიტეთ? ვაჩერებთ მათ. ხო, უკვე ზედმეტი რაღაც გააფუჭეს. ხო, შევაჩერებთ. ამიტომ ზალინა, ზაკად და ზიპ არაფრის შეგეშინდეთ. მათ ეშინოდეთ. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. ნასია, შენი მაგიაში სახეს მიშრობს. მისმინე ზაკ, ნუ წუწუნებ. მეც არ მომწონს რომ მე ზომბი ვარ და შენ ადამიანი და სანამ ზომბი გახდები ეგრე იქნება. მოიცადეთ გოგოებო, ახლა რას გვეუბნებით, რომ თქვენ სახლში წახვალთ და ყველაფერი მორჩა? ზიპ, რატო წუწუნებ? ჩვენ თქვენი დახმარება გვინდა. მე გოგოებს ვენდობ, ძლიერები არიან. ახლა გოგოებო, ტონალური შევაგროვოთ რაც გვაქვს და შევიდეთ საფერფარეშოში. ხო, წავისვამთ ჩვენს კანზე და მივალთ და ქაოსს ავტეხთ. მარტო მე ვფიქრობ, რომ გოგოებს ვკარგავთ. მისმინე ზაკ, სხვა გზა არ არის. ხვალ ამ სახლს დაკარგავ და მე რა, მიწაზე დაიძინებ? თუ გოგოებს მართლა უყვარვართ, არ მიგვატოვებენ. ხო, უზრუნველად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. საკად, ადამიანების წინაშე ვერაფერს გავხდებით. არ გინდა რომ გადავდოთ. არა, პირობადავდეთ თუ არ შევეხებოდით. მეგობრებო, ახლა უნდა დავთვალოთ ამ სახლში გოგოების და ბიჭების რაოდენობა. ბიჭები ყველგან ჩვენთან აღარ იცხოვრებენ. ძლივს, სუფთა საპირფარეშო და თქვენი აზრით ეს კარგი იდეაა? ხო, ძალიან მოვიწყენთ. იქნებ ჩვენც მათთან ერთად ვიყოთ და მათთან ვიცხოვროთ. შეგვიძლია ეს? ბაყაყებო, ეგ არ შეგიძლიათ. ამიტომ ხვალ ზომბის სერვისი მოვა და გააგებენ. და სახლი თავისუფალი იქნება ბიჭებისთვის. ამიტომ ბიჭებო, შეგიძლიათ ბარგი ჩაალაგოთ. მაგარია და საბოლოოდ მანქანასაც დავიბრუნებ. მოიცა რა სერვისი, იქ ბაჭია ჩილდერებიც არიან, მაგათაც ხوار გააგდებენ. რა თქმა უნდა გააგდებენ, ისინი ზომბები არიან და ჩვენ ყველანი ერთად გადავალთ. არ მინდა რომ ბიჭების სახლში გადავიდე. არ შეიძლება რომ უბრალოდ აქ დავჭე. შეუძლებელია. მოიცადეთ, მე შეკითხვა მაქვს, თუ ბიჭები წავლენ და გოგოები აქ დარჩებიან, მაშინ ჩვენგან არავინ არაფერს იყიდი. ხო, მაშინ მეორე კაფეც უნდა გავხსნათ. მე გოგოებს მივყიდი. და მე ბიჭებისთვის. ბიჭებისთვის რთულია აქ მოსვლა თუ ფეხები არ აქვთ? არა, არ იქნება პრობლემა. მაინც მოვალთ ხოლმე. მე არ მომწონს სხვა სახლში ცხოვრების იდეა. ასე უკეთესია. არა, თავიდან ბიჭებს ისედაც სხვა სახლში უნდა იცხოვრათ, მაგრამ არ ვიცოდით რომ ასეთი უცნაური მეზობლები გვეყოლებოდა. რომლებიც ხვალ აღარ იქნებიან. მოიცადე, კალათბურთელები და მასკოტი სად არიან? ალბათ გარეთ. კალათბურთელები და მასკოტი ყველა ინფორმაციას იგებენ. ამიტომ უთხარით რომ ბარგი ჩაალაგონ. კარგი. ჯანდაბა, ასეთი რთულია რომ მეორე მანქანას დაგვიდგან? ხო, ამ სახლში რაღაც უცნაური ხდება. თუ ბიჭები და გოგოები სხვადასხვა სახლებში ვიცხოვრებთ, მაშინ შანსი 0 გვაქვს რომ ბიჭებთან ერთად ვიყოთ. ხო, რა ცუდია. ხო, მაგრამ ასე გადაწყვიტეს ვირთხებმა და მასწავლებელმა მაიკმა. არა და მე ვისურვე რომ საფხულში შეყვარებული მყოლოდა. არა. კარინა, შენს გარეშე რას გავაკეთებ? აქ მოდი ხოლმე ღამე და კარგ საჭმელს გაჭმევ. კარინა, მომენატრები. კარინა, არ ინერვიულო, შენ ფანჯარასთან ერთად მოვალ. კოსტა გული ძალიან მიცემს. დიმა, იმიტომ გიცევს, რომ შეიძლება მალე მანქანა დაიბრუნო, ხო? და ყველაზე დიდი ოთახი აირჩიო, ხო? კარგით გოგოებო, მე მზად ვარ. აბა, ძალიან ბევრი ტონალური მაქვს სახეზე, ხო? ჩვენც გოგოებო, იმდენი რაღაც გისვიათ, რომ ვერაფერს ხედავ. ხო, აი ზუსტად ამიტომ ვისწავლეთ მაკიაჟის გაკეთება. კარგი, უნდა წავიდეთ. ხო, დროა, მივიდეთ ამ სახლში. გოგოებო, მაკიაჟის ჩანთას ჩავალაგებ. ოუ, რა შეკრება? კნოპა, იცოდე თუ აღარ დაბრუნდები, მიყვარხარ და ყოველთვის მოყვარები. დიანა, იცოდე თუ აღარ დაბრუნდები, ჩემ გულში ადგილი ყოველთვის გექნება. განსაკუთრებით შენ ლამაზ, ფერმხთალ სახის. ნასია, თუ დაბრუნდები, გვპირდები რომ აუცილებლად ზომბი გავხდები. მიყვარხარ. ჯანდაბა, ესენი საუკეთესო ბიჭები არიან, ვისაც ოდესმე შევხვედრილ ვარ. საკატ, ახლა ვიტირებ.
კარგი, გოგოებო, ნიკაპი მაღლა და წავიდეთ ამ ქალაქ გარეთ სახლში. გოგოებო, გთხოვთ, სწორი რაღაც გააკეთეთ. ზალინა, დაგიხმარებით ჩემი ზიპის გამო, მე ზაკატის გამო. მალე დავბრუნდებით. მანქანა არ მიყვავს? რატომ ისედაც აქ უნდა დავბრუნდეთ? აბა სად არიან დიანას მშობლები? არ ვიცი, წესით უკვე აქ უნდა იყვნენ. მეგობრებო, მე გეტყვით ყველაფერს როგორც მოხდა. მეგობრებო, მე გეტყვით სინამდვილეში რა მოხდა. დიანამ დედამის დაურეკა და უთხრა რომ მას რაც არ უნდა ეთქვა, არაფერი არ დაეჯერებინა და ყველაფერი ტყუილი იყო და დიანას დედავის დაუჯერებდა. არა, დიანასთან მართლა ყველაფერი რთულია, ყველაფერი შემიგებს. რა იყო კალათბურთელებო ისვენებთ? ჩაალაგეთ თქვენი ნივთები, აქ აღარ ცხოვრობთ. რა, გომბეშვებო, თავი დაგვიანებით. ხო, მართლა დავიღალით. დაბნეულები ხართ თუ ცუდი სიზმრები გესიზმრებათ. დაწყნარდით ბიჭებო, დაწყნარდით. მასწავლებელმა მაიკმა გითხრა რომ თქვენთვის გვეთქვა რომ აქ აღარ ცხოვრობთ და იმ სახლში უნდა გადახვიდეთ. ხო, ხვალ ზომბები აღარ იცხოვრებენ იქ, ზომბების კონტროლი გააგდებს. ამიტომ ჩაალაგეთ ჩანთები ბიჭებო. რა? მოიცა, იქ ჩილიდერებიც არიან და თან ადამიანებიც აღარ არიან, ზომბები გახდნენ. წავედით, ჩაალაგეთ კალათბურთელებო. მეგობრებო, რა უნდა გავაკეთოთ? სერვისის გამოძახება ვისი იდეა იყო? ვისი იქნებოდა მასწავლებელმა იკის დაურთხების? კარგი, აბა ნახვამდის კნობა, ნახვამდის ბაჭია ჩილიდერებო. არა, ეს ყველაფერი მაინც უნდა შევაჩეროთ, ჩემი და დიანას ურთიერთობის მიუხედავად. მე მის მშობლებს რა უნდა უთხრა? არა, მათ მშობლებს რა უნდა უთხრათ, მხოლოდ დიანა არ არის. ბავშვებო, უცნაურია რომ ერთი ადამიანიც არ შეგვხვედრია. ჯერ შეხვედრა გქონდათ, მე რელანჩი, ალბათ ახლა შეირდობენ. კარგი, უბრალოდ ოთახში შევიდეთ და გავარკვიოთ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ბიჭები. ბავშვებო, ოღონდ ვინმე არ უნდა გაიგოს. გოგოებო, ფეხსაცმელები არ უნდა დაგეტოვებინათ, ჯობია წამოიღოთ. კარგი. კარგი მასწავლებელო მაიკ, ახლა ყველა ოთახი დავიაროთ და ვნახოთ და ბიჭების ოთახებში გოგოები კარგი, უბრალოდ საწოლები შეცვალეთ. ეს კიბეები არა კომფორტულია. გოგოებო, ვირთხები მალე. კარგი მასწავლებელო მაიკ, შევცვლით საწოლებს. კარგი, მოდით დავიწყოთ პირველი სართულიდან, არა იანა მეორე. კარგი, ახლა რამე უნდა შევჯამო. კარგით მასწავლებელო მაიკ, ბავშვებო, აქ შემოვიპარეთ, მაგრამ სამუდამოდ ამ ოთახში ვერ დავიმალებით. ხო, წავიდეთ და ვუთხრათ უბრალოდ რომ ზომბის სახლს თავი დაანებონ. კნობა, სერვისი ხვალ მოდის და სერვისს ამას ვერ ეტყვი. რა უნდა გავაკეთოთ? მოდი ჯერ კარი დავხუროთ. კარგი, ჩავიდეთ პირველ სართულზე, ყველა დავაყენოთ და ვუთხრათ. ბავშვებო, ბოდიში, მაგრამ გეხუმრეთ, ჩვენ ზომბები არ ვართ, მაკიაჟი იყო და ის ბიჭებიც არ არიან ზომბები. ყველაფერი ტყუილი იყო და სინამდვილეში ეს დიდი ხუმრობა იყო. ხო, უბრალოდ თქვენთვის შეშინება გვინდოდა. ხო, ხუმრობა იყო. ხო, და არ უნდა დაუძახოთ არანაირ სერვისი, იმიტომ რომ ჯარიმის გადახდა მოგიწევთ ტყუილისთვის. თქვენი აზრით ამით მოტყუდებიან? არაფერი, უბრალოდ ვცადოთ და თუ არ გამოვა, მე რამე სხვას მოვიფიქრებთ. ბიჭები უნდა გადავარჩინოთ. გონი ფეხის ხმა მესმის. ზომბები, აქ რას აკეთებთ? მოიცადე, იანა, ზომბები აღარ არიან, გოგოებო, დაბრუნდით? რატომ არავინ არ გააფრთხილეთ? გამარჯობა ვირთხებო, დავბრუნდით ხო, მაგრამ გავიაზრეთ, რომ საშინელი შეცდომა დავუშვით. ხო, გავარკვიეთ, რომ მაქაურობა უკეთესი იყო და იმ ბიჭებს დავშორდით. ხო, დავშორდით, იმიტომ რომ თან მატყუარები იყვნენ. მატყუარები? მოიცადე, აქ რა მოხდა? უბრალოდ აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭებმა მოგვატყუეს, ზომბები არ ყოფილან. ხო, ჩვენი გაოცება უნდოდათ და თურმე ასე გაიკეთეს მაკიაჟი. მასკოტ? შემიძლია დავადასტურო, ზომები არ არიან, მხოლოდ დებილები. ხო, უბრალოდ იდიოტები. ზიპი ისეთი იდიოტია, ხო, ზაკატიც. კარგი მასწავლებელი მაიკი უნდა მოვძებნოთ. ხო, და ყველაფერი მოვუყვეთ. და სერვისი. გონი დაიჯერეს. მასწავლებელი მაიკის დარწმუნება დაგვჭირდება. დანარჩენი ბავშვების უნდა დავარწმუნო. კარგი, არ ინერვიულო, თომას მივხედავ, მას არავინ არ შეეხება. მადლობა რაიან, მაგრამ შემიძლია ჩემით მივხედო. კარინა, ყოველდღე დაგირეკო. ოჩახ ტომას დამირეკე და მომწერე. ლიმონათი. დედა, ასე შეყვარებულს ვერასდროს ვიპოვი, თან ბიჭები სხვა სახლში გადადიან. პატრიკ, დარჩი.
ჭიჭი არა, არ გამოვა, ჩვენ ყველანი გადავდივართ. კოსტა მინდა რომ კალათბურთელებთან ერთად გადავიდე. ხო, ლუზერებთან არც არ მინდა. ხო, თან მერე ჩვენც მაგრები ვიქნებით. მასწავლებელო მაიკ, უბრალოდ გვეგონა რომ შევდიოდით საწოლის გამოსაცვლელად. შევედით და ზომბები არიან. იანა, ზომბები აღარ არიან. რა მნიშვნელობა აქვს? რანაირად სერვისი უკვე დაურეგეთ. ხო, გამოვიძახეთ მასწავლებელო მაიკ. ვერთხებო იყურეთ სადაც მიდიხართ. თქვენ გაიხედეთ კალათბურთელებო. თქვენი კრევეტები აქ არიან სხვათა შორის. რა? აღარ ვიცი უკვე რა უნდა გავაკეთო. გოგოების ზომები აღარ არიან. ბიჭებზე ვერ გავარკვიე. სერვისს ვერ გავაუქმებ, ჯარიმას ვინ გადაიხდის. ახლა სად არიან? ზევით ოთახში არიან. ყველა წამოდით, მეორე შეკრება გვაქვს. სასტრაფოა ძალიან. მეგობრებო, ჩქარო, ყველანი მოდით. რა ხდება? მეგობრებო, ჯერჯერობით გადასვლა გადადებულია. რაღაც საკითხები უნდა გავარკვიოთ. ბიჭებო, შეგიძლიათ ჯერ ამოალაგოთ. ვერ თოშებო. მე გონაძლევს მანქანას დავიბრუნებდი. მე გონაძლევს ოთახში თომასთან ერთად ვიქნებოდი. გოგოებო, აბა, პატარა გამარჯვებაა, მაგრამ ხომ გვაქვს და საერთოდ ეს ასეთი სახე უფრო მომწონს, ვიდრე თეთრი და უფერო. საშინელება იყო. მეც ასეთი მომწონს. გოგოებო, თქვენი სახეები მეც ასეთი მომწონს, ამიტომ აქ დავრჩეთ. მერი, შანსი არაა, ბიჭები გველდებიან. გოგოებო, მე ახლა წავალ და თქვენ წარმატებები. გოგოებო, დავბრუნდით. დავბრუნდით. რა იყო თქვენი გეგმა? რანაირი რა უნდა გამოგეძახებინათ? გოგოებო, როგორი უსირცხველო კალათბურთელები ხართ? კარგი, ერთმანეთში გაარკვიეთ, მე წავალ. ჩვენ რა შუაში ვართ, მასწავლებელი მაიკის და ვირთხების ბრალია. ისევ ჩვეულებრივები იმიტომ გახდით, რომ იმიჯებს დაშორდით. გოგოებო, ზომბები ისედაც დასრულებულები არიან. ხო, კალათბურთელებო, ზომბები არ არიან. ჩვენი შეყვარებულები ნორმალურები არიან. უბრალოდ ჩვენი გაოცება უნდათ. რა? მოიცა, ესე იგი თქვენ ახლა ნორმალურ ბიჭებთან ერთად ხართ? თუ ნორმალურები არიან, მაშინ შეგვიძლია დავილაპარაკოთ. მეგობრებო, დაწყნით, ახლა ხან შემოვიდნენ და უკვე ნეგატიურობაა. კალათბურთელებო, არ მადარდებს ვინ გამოიძახა ეს სერვისი, თქვენ თუ მასწავლებელმა მაიკმა და ვირთხებმა. გაემზადეთ, რადგან ძალიან დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. ხო, და ახლა თავისუფლები ხართ, თქვენთან დროის გატარება არ გვინდა. ხო, გასაგებია, გოგოებო, დაისვენეთ. მართლა წამოვიდნენ. ხო, მაგრამ მიზეზის გამო. ხო, იმიტომ რომ მოვენატრით. გოგოებო, დროა ჩვენს ბიჭებს კარგი ამბავი ვუთხრათ. იქნებ ხვალ. არა, დღეს. იქს ხედან და ადგილს ვერ პოულობენ. ხო, ნერვიულობენ. მეგობრებო, რა უნდა ვქნათ თუ გოგოები არ დაბრუნდებიან? ვიცი ზომბების სერვისი რაც არის და საშინელებაა. რას ფიქრობთ, რომ ჩვენც ჩავალაგოთ აქედან წავიდეთ? არ ინერვიულოთ, გოგოები ყველაფერს გაუძლებენ. თქვენ სახლში მოვალ და ერთად წავიდეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენმა გოგოებმა კალათბურთელებს აკოცეს უკვე და თქვენ საერთოდ დაავიწყდით. მომისმინე ზალინა, არ გინდა უბრალოდ ჩუმადიჭდე. შენს გარეშეც საკმარისად ცუდია. არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გოგოები ყველაფერს მიხედავენ. არ დაბრუნდებიან, გრძნობ, რომ არ დაბრუნდებიან. გამარჯობა, დაბრუნდით. აბა, რა მოხდა? რამე გაიგეთ? სერვისი აქ მოდის? დასხედით, ბიჭებო, ისუნთქეთ, დაწყნარდით, აქ არავინ მოდის. ხო, გოგოებმა ისეთი ისტორია შეთხზეს. ვთქვით, რომ თქვენ ზომბები არ ხართ და უბრალოდ გვატყუებდით. რა? ზომბები არ ვართ, მაგრამ ზომბები ვართ. ზალინა, მათ არ უნდა იცოდნენ ეგ. ხო, და როგორღაც გიშველეთ. ვუთხარით, რომ უბრალოდ ჩვენს გაოცებას ცდილობდით. საშეყვარებულად. ხო, მაკიაჟი იყო უბრალოდ. ამიტომ არ გახვიდეთ გარეთ ცოტა. ახლა სახლში როგორ უნდა დავბრუნდე? არა უშავს, აქ დარჩები. გოგოებო, თქვენ მართლა საუკეთესოები ხართ. მადლობა, გოგოებო. მოვა ეს სერვისი თუ არა? არა, არ მოვა. ახლა ჯარიმის ეშინიათ. ამიტომ ერთი უარყოფითი მხარე აქვს. ამ სახლში ვეღარ დავიძინებთ. ხო, იქ უნდა ვიყოთ და ვაკონტროლოთ სიტუაცია. და ახლა ძალიან ბევრი მაკიაჟი გვჭირდება ყოველდღე, რომ ვინმე რამე არ იეჭვოს. არა, ეს მართლა ცუდი ამბავია. მაგრამ სხვა გზა არ არის. უნდა დაველოდოთ. გოგოებო, ბიჭებო, ოდექით. ჩვენ თქვენი ძალიან მომოყოფთ. მადლობა, ბიჭებო. და ახლა რა მოხდება? საშინელება იქნება. ხო, დაუვიწყარი შვებულება, თუ დასვენება. ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს. კარგად, წავედით. და კომენტარებში დაგვიწერეთ, თუ გეცოდებით. ზიპ, ყველაფერი კარგად იქნება.